მოგესალმებით ყველას, ეს რუბი ტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება რას ფიქრობს ჩემზე ზოგადად ბოლო საუბრის შემდეგ, ფიქრობს თუ არა ახლა თქვენზე და რას ფიქრობს. დღეს ვაკეთებთ ერთ პოზიციან გაშლას, ვისაც გიყვართ ესეთი ერთ პოზიციანი გაშლები უყურეთ ვიდეოს, თუ თქვენზე რეზონირდა ბოლომდე უყურეთ. ვისაც პირადი კონსულტაცია გსურთ, დამიკავშირდით მესენჯერში, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ვიდეოს აღწერაში, ასევე კომენტარების ველში. დეტალებისთვის მომწერეთ. შეგახსენებთ, რომ ჩაწერილ ვიდეოებს შეგიძლიათ უყუროთ. ვიდეო მაშინ იწყებს თქვენზე რეზონირებას, როდესაც მას რთავთ უსმენთ. ახლა შეგიძლიათ ის ადამიანი წარმოიდგინოთ, ჩაიფიქროთ მისი სახელი ან ხმამაღლა თქვათ და გავიგოთ ტაროს პასუხები. პირველ რიგში ვნახოთ ასეთი რამ თუ ზოგადად რა ფიქრი აქვს თქვენზე. მისი ზოგადი ფიქრები თქვენზე. თქვენთან ურთიერთობა მისთვის საკმაოდ ესეთი დამამახსოვრებელი, ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი ურთიერთობა შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არის, არ აქვს მნიშვნელობა იქამდე ვინ ყავდა, ან თუ ახლა თქვენი გზები გაიყო, ახლა ვინ არის მის ცხოვრებაში და რატომ ვამბობ ამას. როდესაც ეს არკანია მოდის, ეს არის ქვეცნობიერი პირველ რიგში, სადაც ყველაზე ღრმად ილექება ჩვენი მოგონებები. ეს არის ყველაზე ესეთი შენახული მოგონებები აქვს თქვენთან მიმართებაში, ხშირად ისეთ დეტალებს იხსენებს, რაც ძალიან დიდი ხნის უკან მოხდა, ან წვრილმანებიც კი ახსოვს, თქვათ პირველ შეხვედრაზე როგორი თმა გქონდათ, როგორი სამკაულები გეკეთათ, სად ისხედით, ყველაფერი, დეტალები, რაც შეიძლება თქვენც აღარ გახსოვდეთ, თქვათ შეიძლება თქვენ არ გახსოვდეთ რა გეკეთათ, რა გეცვათ, მას ახსოვდეს და აი ეს რატომ ვამბობ, რომ ყველაზე ღრმა ფსიქოლოგიურად ესეთი ყველაზე შენახული შრეები არის ხოლმე ქვეცნობიერში, როდესაც ჩვენც არ ვიცით ესე ჩვეულებრივ სადღაც მივდივართ, მე ადამიანი გვახსენდება და გვიკვირს, აი ახლა ამან საიდან იჩინა თავი, საიდან გამახსენდა, მაგრამ ახსოვ ხართ ამ ადამიანს, ამიტომაც ხშირად ეს იზმრებით, ხშირად ასე ვთქვათ მის თავში გონებაში არსებობს თქვენთან დაკავშირებული პერიოდები, მაგრამ რატომღაც ახლა მგონია, რომ მან ძალიან არეული ურთიერთობა გაქვთ ახლა დღეს მასთან. ან ახლა მისგან არაფერი არ ისმის და არ იცით რეალურად მის თავს რა ხდება და არ არის კარგი სიტუაცია, ან გაჩერებულია კომუნიკაცია, ან რთული პერიოდი გაქვთ ურთიერთობაში. თქვენზე აი იცით როგორ ფიქრობს? გახსენების ფიქრები არის, როდესაც მხოლოდ წარსულში დარჩენილი ენერგიები გვახსენდება და ამაზე ვფიქრობთ, იმიტომ რომ დღეს რაღაც კომუნიკაცია არ არის. ზოგადად თქვენზე ფიქრობს, რომ ეგონა რომ მთელი ცხოვრება ან ერთად იქნებოდით, ან ყველაფერი სხვაგვარად წავიდოდა, ან თქვენს ურთიერთობაზე ფიქრი არის. მაგრამ თქვენზე, როდესაც იწყებს უშუალოდ თქვენზე ფიქრს, აქ ადამიანს აქვს ესეთი განცდა, რომ თქვენ ეს ადამიანი რა თქმა უნდა გიყვარდათ ეს ადამიანი, იცის მან ეს. მაგრამ მან ძალიან ან გატკინათ, ან გვიან მიხვდა თუ რას გრძნობდა თქვენს მიმართ. თქვენზე ზოგადად ფიქრობს, რომ აი სიცოცხლით სავსე ხართ, სხვადასხვა ენერგიაში ხართ, თვითონ შეიძლება დეპრესიული, ჩაკეტილი, უცნაური, ან სიტყვაც უმწიან რაღაც ესეთი დახურული ცხოვრების მოყვარულია, თქვენ მეტი პოტენციალი გაქვთ, ყოველთვის ეგაშინებ და თქვენში რომ სხვანაირი ხართ და თითქოს თვითონ გბოჭავდათ ბევრ რაღაცაში და მე უხერხულობის განცდა უჩნდებოდა და ძალიან ბევრ მიზეზს ატრიალებდა ხოლმე გონებაში, რატომ შეიძლებოდა
თქვენ არ ყოფილიყავით მასთან ბედნიერი, ხო? მაგრამ მაინც ეგონა რომ ეს ურთიერთობა მაინც აბოლოო იქნებოდა ან ერთად დიდხანს გაატარებდით, მაგრამ შიგადაშიგ აი ეს რაღაც სისუსტეები ჭამდა ამ ადამიანს. ხშირად როდესაც თქვენ სადღაც მიდიოდით, ერთობოდით ან მეგობრებთან ხედავდათ, ძალიან ბევრჯერ ფიქრობდა ესეთ რაღაცას, რომ აი როგორი ღია არის, როგორი პოტენცია აქვს, რომ ყველანაირი საზღვრები გადაალახოს, რასაც ჩაიფიქრებს, მიაღწიოს და თითქოს თვითონ მუხრუჭის როლს ასრულებდა თქვენთან ურთიერთობაში. თქვენს ურთიერთობაზე ზოგადი ფიქრი არის, რომ მოხდა ესეთი გაუგებრობა და კამათი, რაც შეიძლებოდა რომ მოგვარებულიყო, მაგრამ ვერ მოგვარდა, გადაიზარდა უფრო დიდ გაუგებრობაში და ეს ურთიერთობა საბოლოოდ გააჩერა, არ შეიწირა. კარგით, ბოლო საუბრის შემდეგ ბოლო საუბრის შემდეგ ეს ადამიანი ან თქვენზე ფიქრობდა, რომ არასწორი დასკვნები გამოიტანეთ მასთან მიმართებაში და რაც გითხრათ, თქვენ სხვანაირად გაიგეთ ან ემოციურ ფონზე აბსოლუტურად სხვა დასკვნა გააკეთეთ და საერთოდ ბოლო საუბარს აზრი არ ქონდა, იმიტომ რომ ვერც ერთმა ვერ გაუგეთ ერთმანეთს ვერაფერი. და მაინც არასწორი პასუხებით ცხოვრობთ ახლა. რეალურად შეიძლება რაღაც გგონიათ ერთმანეთზე და რეალურად ახლა რომ დასხდეთ და უკვე ჩამცხრალ პერიოდზე ისაუბროთ რაღაცები, აღმოაჩინოთ რომ აბსოლუტურად სხვანაირად გაიგეთ. მაშინა თქვა მის სიტყვები და ეს ორივეს გეხებათ, აბსოლუტურად სხვანაირად გაიგეთ მაშინა თქვა მის სიტყვები და შეიძლება ახლა ის რაზეც მთელი წლები იტანჯებოდით, სასიცილოდაც მოგეჩვენოთ, იმიტომ რომ ახსნა უპოვოთ რაღაც საკითხებს. ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი ასე ფიქრობს. ბოლო საუბრის შემდეგ აშკარად იყო დაშორების ან კულმინაციის სცენა, რაც ძალიან მტკივნეულად გადაიტანა და თქვენც ასევე, იმიტომ რომ თითქოს აქ გრძნობები არ იყო გაჩერებული და ამ მიზეზით არ დაშლილა თქვენი ურთიერთობა, გრძნობები იყო, მაგრამ რაღაც გარემო ფაქტორებმა, გაუგებრობებმა და ათასმა სირთულემ მიიყვანა თქვენი ურთიერთობა ცრემლებამდე და განშორებამდე და რთულ პერიოდამდე. ბოლო საუბრის შემდეგ დარჩა განცდა, რომ აზრი არ აქვს ახლა ლაპარაკს, მაინც ვერაფერს გავაგებინებთ ერთმანეთს, მაგრამ გული ძალიან დასწყდა. თქვენც შეგამჩნიათ, რომ გული ძალიან დაგწყდათ. ფიქრობს ხოლმე ახლა თქვენზე? კარტი ჩემს მაგივრად საუბრობს. ფიქრობს ძალიან ბევრს და სხვათა შორის აქ ადამიანი შეიძლება იყოს ზოგადად საკმაოდ ჯიუტი თავის ნათქვამად და ასე შემდეგ და ზოგადად არ ახასიათებდეს რაღაცებზე წარსულთან მიბრუნება და იქ თავისი თანაშაულის ძიება, მაგრამ გულის სიღრმეში ეს ზუსტად ქვეცნობიერის ენერგიებით დავიწყე დღევანდელი გაშლა ახსნა და ზუსტად ეს ქვეცნობიერი არასვენებს და ეუბნება, რომ რაღაცები მართლა მასე არ იყო, როგორც ან წარმოიდგინა, ან თქვენთან ურთიერთობაში რაღაცები შეიძლება დაგაბრალათ, ან რაღაცები გაამიზეზა, ახსნას ცდილობდა, მაგრამ აგრესიული იყო და აი ასე შემდეგ, ხო, ანუ რაღაც მომენტებში აქვს განცდა, რომ კარგი იქნებოდა ხელახლა გადაგეხედათ იმ სიტყვების ენერგია კიდევ შეგემოწმებინათ და რაღაცები ისევ გაგერკვიათ, თუმცა ზოგიერთ თქვენთან შემთხვევაში იმდენად ძალიან დიდი ხნის უკან მომხდარი ისტორია არის, რომ ამ ადამიანს შეიძლება ქონდეს ის განცდა, რომ აქვს თუ არა ამ ყველაფერს ახლა აზრი. ანუ ფიქრობს თქვენზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დეტალი ახსოვს და ძალიან ბევრი დეტალი აქვს ცუდად ჩარჩენილი, რის გამოც რაღაც დანაშაულის შეგრძნებაც არ არის, რაღაცა უხერხული განცდა აქვს. კიდევ ნახოთ, რას ფიქრობს თქვენზე. რომ თქვენ სხვათა შორის მალე წამოდეკით ფეხზე, რომ ცხოვრება გაიფერადეთ, გაილამაზეთ, ასე ვთქვათ, ცხვირი არ ჩამოუშვით
რაღაც ახალი დაიწყეთ, რაღაც ახალი შექმნით, ისევ ენერგიული ხართ, ისევ თითქოს წლები გავიდა, მაგრამ ისე გამოიყურებით, ისევ ისეთი ლამაზი ხართ, ან ისევ ახალგაზრდავებული ხართ იმაზე მეტად, ვიდრე იყავით, რომ წლები არ გემატებათ, ასა კი არ გეტყობათ. რომ ხართ ზოგადად ოპტიმისტი და თქვენი ესეთი ლაღი ბუნება, რომელიც თვითონ უფრო ჩაკეტილი და მძიმე ბუნება აქვს, მის გარეშე უფრო გალახდა და ის ხართ, ვინც უნდა იყოთ. ანუ ეს ადამიანი თქვენში ხედავს ადამიანს, რომელიც გაუმკლავდება ნებისმიერ სირთულეს, იმიტომ რომ ბუნებით ყველაფერში შეგიძლიათ კარგი რაღაცის დანახვა და ფეხზე მალე წამოდგომა, შეიძლება გარედან არ გეტყობოდეთ რის ფასად, მაგრამ მაინც ხალხი ესე გხედავთ, რომ ადვილად გადალახეთ რაღაც სირთულე. თვითონ უფრო ვერ გამოსულა რაღაც ცხოვრებისეული სირთულეებიდან, ვიდრე თქვენ. თვითონ ისეთ რაღაც დრამაში არის, ანუ შეიძლება რაღაც მომენტში თვითონ ფიქრობთ, რომ ეს ურთიერთობა რაღაცებში ხელს უშლიდა, მაგრამ ახლა თქვენ მის გვერდით არ ხართ და ისევ იმ დრამაში არის, სადაც იყო და ეგონა რომ ურთიერთობა უშლიდა რაღაცებში ხელს. მიხვდა რომ თქვენ მის გარეშე აი ასე ხართ, თვითონ ასეა და როგორც იქნა მიხვდა რომ ურთიერთობა არაფერ შუაშია, როდესაც გაქვთ დამძიმებული დეპრესიული თავი, სადაც არ უნდა წახვიდე, ამ თავს ვერ გაექცევი და მიხვდა რომ საკუთარ თავში უნდა ჩაუღრმავდეს იმ სიმძიმეებს, რაც აქვს და ეს თქვენი ბრალი სულ არ იყო, რაც მას თქვათ ეგონა ან ეჩვენებოდა თუ რაც იყო. ახლა თქვენზე ფიქრობს, რომ ასაკთან შედარებით იმაზე კარგად გამოიყურებით ან იმაზე კარგად ერთობით, ასაკს ატოვუსვავ ხას, შეიძლება ზოგადად ახლა 18 წლის გოგოებიც მიყურებთ, მაგრამ ანუ რაღაც მომენტში უფრო აი ბავშვური, ლაღი, ენერგიული, ოპტიმისტური, რაც აქამდე გაკლდათ, ყველაფერი გაუკეთეთ თქვენ თავს და ყველაფრის უფლებას აძლევთ, რომ იყოთ ბედნიერი. აი ეს ენერგია მოსდის მას პირდაპირ, როგორც კი ხედავს ფოტოს, ანა ვიცი, სადაც გხედავთ, ნამდვილად იცის, რომ ეს არ არის გათამაშებული ისტორია, ფეიკი, რომ სხვამ დაინახოს და სხვა ტაში დაგიკრათ, რომ რა კარგი ხართ, ნამდვილად სჯერა, რომ თქვენ მართლა კარგი ცხოვრებით ცხოვრობთ. ეს იცის, თვითონ არ არის ასეთ მდგომარეობაში ახლა. მე დაგემშვიდობებით, ყველას გისურვებთ წარმატებებს და რა თქმა უნდა, მომავალ შეხვედრამდე.